Ჩვენ წმინდა დიმიტრი ფერისახაბოსქელის მე-11 კლასის მასწავლებელი. დღეს ჩვენ ვიმყოფებით სურამის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში. ეს ტაძარი დაახლოებით მე-19 საუკუნეებით თარიღდება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ტაძარი მეტად ახალია, ვიდრე შუა საუკუნეები. სურამის წმინდა გიორგის ტაძარი, დაბა სურამში, თბილისი-ქუთაისის საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს მდებარე ტაძარი. 1968 წელს გაუკეთდა რესტავრაცია. ტაძარი საუკუნეების განმავლობაში განიცდიდა რესტავრაციას, თუმცა ცენტრალური არქიტექტურა თითქმის უცვლელი დარჩა. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობა, რომელსაც დასავლეთით სამრეკლო ეკვრის. ნაგებია აგურითა და ნატეხი ქვით. შესასვლელები სამხრეთით და დასავლეთითაა. სურამის ხეობაში მხოლოდ ეს ტაძარი იყო მრავალი საუკუნეების განმავლობაში მთავარი კათედრალი. ადგილობრივი გადმოცემით ტაძარი მიძღვნილია წმინდა გიორგისადმი, რომელიც სურამელებს იცავდა შხამიანი სენისაგან. ტაძარში მცირე ხნიანი ძველი რელიქვიები ინახება, რომლებიც ქართული მართლმადიდებლური ტრადიციის ნაწილია. დღესდღეობით ეს ტაძარია სურამის კულტურული და რელიგიური სიმბოლო.